მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი პოზიტიური გამოხმაურებისათვის, თითეული ლაიქისათვის, კომენტარისათვის და იმ პოზიტიური ენერგიებისათვის, რომელსაც მე და თქვენ ვატრიალებთ ერთად ჩემს არხზე. მადლობა, რომ კომენტარების 100% არის პოზიტიური. და ვფიქრობ, გავიჩინე კიდეც ერთგული მაყურებლები. ვიდრე გაშლას დავიწყებდე, მინდა გთხოვოთ, თუნდაც ერთი მიზეზი დაწერეთ, რისთვისაც მადლიერი ხართ ცხოვრების. რა რთულ ეტაპსაც არ უნდა გადიოდეთ, ერთი მიზეზი მაინც გექნებათ, რის გამოც მადლიერი ხართ სამყაროსი. და ამით დავატრიალებთ პოზიტიურ ენერგიას, მადლიერების ენერგიას აქვს უდიდესი ძალა. მადლიერების ენერგია იზიდავს ჩვენ ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს. იყავი მადლიერი დღეს იმისთვის, რაც არ გაქვს და ის აუცილებლად შემოვა შენს ცხოვრებაში. ახლა კი დავიწყებ გაშლას. ვიდრე გაშლას დავიწყებ, დავანთებ სურნელოვან ჭხირს. რათა პოზიტიური ენერგიები დავატრიალოთ. დავანთებ ასევე დარიჩინის ჭხირს. და რა თქმა უნდა, დავანთებ და მივესალმები ცეცხლის ენერგიას. ეს სანთელი არის ვარდისფერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი აღქმით და უმრავლესობის აღქმით მე მგონი ესეა, რომ ვარდისფერი ფერი ასოცირდება უპირობო ღვთაებრივ სიყვარულთან და ჩვენს გულებში მუდამ ენთოს სიყვარულის ცეცხლი. ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება რისი თქმა სურს სამყაროს ჩემთვის. ანუ რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის. იქნება ეს ნაკადში, მოდუნდით, რაფერზე კონცენტრირდებით და რას გვეტყვის სამყარო. რისი თქმა სურს სამყაროს. მაყურებლებისთვის, რომლებიც ახლა უყურებენ ჩემს ვიდეოს. რისი თქმა სურს სამყაროს. სამყარო რისი თქმა სურს. არ ვიცი, მეგობრებო, რატო ამოდის სულ ეს არკანი ჩემს ვიდეო გაშლებში. მაგრამ გვეუბნება, რომ ნუ დარდობ. გაიგე, ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. ნუ დარდობ, ასწიე თავი მაღლა და იცოდე, რომ შანსები არსებობს. რაზეც ახლა არ უნდა დარდობდე, ყველაფრისგან არსებობს გამოსავალი. შენ ცხოვრებაში რაღაცა ციკლურად მეორდება. რაღაციდან ვერ გამოიტანე გაკვეთილი და ამიტომ ეს ისევ და ისევ მეორდება და მეორდება და იქამდე გამეორდება, ვიდრე არ გამოიტან გაკვეთილს. გაკვეთილი შეიძლება იყოს, თუ რაიმე საკითხს ძალიან ემოციურად ვუყურებთ და რაიმეზე ვართ ძალიან მიჯაჭვული, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს შიგნით უნდა ჩავიხედოთ, თუ რაღაცა გვატრიგერებს, რაღაცა ჩვენს ემოციებს, შიშებს ცუდად ეხება, მტკივნეულად ეხება, ესე იგი სასწრაფოდ გვაქვს ჩვენ თავში ჩასახედი და რაღაცები დასალაგებელი.
სანამ არ მოვიპოვებთ ამ საკითხის მიმართ ბალანსს. ისევ დარდობ და მე შენ გეუბნები, რომ სადარდებელი არაფერია. შეხედეთ, გოგონა არის და უკან კიდია ხმალები. არც ერთი ხმალი მას არ ეხება. თავისთვის კიდია ეს ხმლები და ეს გოგონა დარდობს. ხმლები არ ეხება მას და ამას მაინც ტკივა და მაინც განიცდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ეხლა რაზეც არ უნდა ფიქრობდეთ და დარდობდეთ, უსაფუძვლოა, მეგობრებო, უსაფუძვლო. შეხედეთ, ეს ხმლები თქვენ არ გეხებათ. უბრალოდ სიტუაციისადმი დამკვირვებელივით მოიქეცით. გარედან დააკვირდით, არა ისე რომ თქვენ გეხებათ, თქვენ გტკივათ. პრობლემაზე მაღლა დატიქით. თუ მატერიალურ საკითხებზე დარდობ, აუცილებლად გამოსწორდება და აუცილებლად უფრო მაღალ საფეხურზე ახვალ. თუ პიროვნებაზე დარდობ, ის აუცილებლად მოვა. მაგრამ ეს შეხვედრა შეიძლება იყოს ცოტა მტკივნეული ორივესთვის. შეიძლება რაღაც ჩხუბს გავდეს, რაღაც საკითხების გარკვევას, მაგრამ ის მოვა. მოვა, რომ თავის სიმართლე დაამტკიცოს, თქვენ კი თქვენი სიმართლით დახვდებით. დიახ, ის მოვა, მაგრამ ამ წუთას, როგორც ჩანს, პიროვნებაზე დარდობთ. ამ წუთას ეს პიროვნება არის ხმლების მეფის პოზიციაში. რაღაცნაირად განზე გამდგარი, ერთი შეხედვით გაციებული, თითქოს არაფრის გაგება თქვენი მხრიდან არ უნდა და მას აქვს თავის სიმართლე და ამ სიმართლეში არის, დაიჭირა თავისი საზღვრები, დააწესა თავისი საზღვრები, გაცივდა, გვერდზე გადგა. შეიძლება ეს ისევ ყოფილი იყოს. კარგი სამყარო, გავიგეთ ამ ყოფილებზე და მითხარი, რა პერსპექტივები არის, გამოჩნდება ახალი პიროვნება დაუშვათ იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვისაც ძველი პიროვნების გაშვება უნდა. თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, უახლოესი სამი თვე ვთქვათ, იმ ადამიანებისათვის, ვისაც გაშვება უნდა ძველი პიროვნების წარსულიდან. მშვიდად იყავით, კარგად იყავით, საკუთარ თავში დარწმუნებული იყავით, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული იყავით, ჩაუხმევდით საკუთარ თავს. თუ გნებავთ მედიტაციები გააკეთეთ, არ ვიცი, რასაც მიმართავთ, რა სულიერ პრაქტიკასაც მიმართავთ, მნიშვნელოვანია, რომ ამ წუთას სრული სიმშვიდე მოიპოვოთ თქვენს თავში და მოახდინოთ თქვენი თავის ტრანსფორმირება. სავარაუდოდ ეხლა გადიხართ ძალიან მძიმე ტრანსფორმირების პერიოდს. ნახეთ, მეგობრებო, ხმლების მეფე და ხმლების დედოფალი დაეცა ერთმანეთს. თქვენ ეხლა ზუსტად იგივე ნაირად აირეკლავთ სავარაუდოდ იმ ადამიანს და ზუსტად იგივენაირად გამდგარი ხართ ამ ურთიერთობიდან, როგორც თქვენი პარტნიორი წარსულიდან. ზუსტად ერთნაირი პოზიციები გიჭირავთ, არ გწერთ, არ წერთ, გეუხეშებათ, ეუხეშებით, რაღაცაზე პასუხს თხოვთ და უხეშად თქვენს თხოვთ, ან არ გთხოვთ და თავისთვის არის და თქვენს არ თხოვთ, მაგრამ გადადით მეგობრებო, პენტაკლების დედოფლის პოზიციაში. პენტაკლების დედოფალი არის დაბალანსებული, რომელშიც არის სულიერი და მატერიალური დაბალანსებული, რაღაცნაირად თვითკმარი, ჰარმონიურ ენერგიებშია, სამყაროსთან და მიწის ენერგიებთან არის ჰარმონიაში, სიუხვეა მასში და მისი ირგვლივ, სიმშვიდე, კარგი დედა, კარგი მეუღლე, კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი. არ გინდათ ეს კონკურენცია. კიდე რისი თქმა სურს? კითხვა რო დავსვი, გამოჩნდება თუ არა, მაგრამ ამაზე რას მეტყვი. ძალიან დიდ ტრანსფორმაციებს გადიხართ.
ძალიან დიდ და ეს ტრანსფორმაციები მოგიტანთ აუცილებლად იმპერატრიცას, ესე ვთქვათ, იმპერატორი ქალის უпростоრად იქნება მდგომარეობას. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ თქვენ გადახვიდეთ იმპერატორი ქალის ენერგიებში. ჩემო მეგობრებო, ორიოდე სიტყვა მინდა გითხრათ ჩემზე. ანუ რა თქმა უნდა, მეც ალბათ როგორც ადამიანების უმრავლესობა გავდივარ და გავდიოდი ძალიან ძლიერ ტრანსფორმაციას, როდესაც ცხოვრების ყველა სფეროში მქონდა სრული კრახი, როგორც პირადში, ისე ანუ პირადში რო გაქვს პრობლემები, ანუ სამსახურში რაღაცნაირად გექმნება კიდეც, ან უკვე განვითარების იმ დონეზე ხარ, რომ რაღაცა უფრო მეტი გინდა სულიერების თვალსაზრისით, განვითარების თვალსაზრისით და ეს სამსახური შეიძლება იმ მომენტში ვერ გაძლევს იმას და მოკლედ ყველა მხრივ, ანუ როდესაც გავდიოდი ტრანსფორმაციის პერიოდს, სულის ბნელ ღამეს. ეს არის პერიოდი, როდესაც ყველაფერი ძველი ინგრევა, რაღაცა კრიზისში ხარ, არაფრის მიმართ ინტერესი არ გაქვს, თითქოს აზრს კარგავს ყველაფერი და აი ამ დროს ვაკეთებდი მედიტაციებს, გადართული ვიყავი სულიერ პრაქტიკებზე და ყველანაირი გზით, ფსიქოლოგიის თუ ასე შემდეგ, გზით ვცდილობდი საკუთარი თავი, ვიცოდი რომ უნდა გადამერჩინო და ამომეთრია ამ ჭაობიდან. ანუ არკან მთვარეს გავს ეს ყველაფერი, არკანი მთვარე, როდესაც შენი შიშების პირისპირ მარტო აღმოჩნდები, ანუ მაგ დროს ყველა გტოვებს, რატომღაც მიდიან, ხან ვერ ხვდები რატომ, მაგრამ ეს არის საჭირო, ეს სჭირდება ჩვენ სულს, ეს ტრანსფორმაცია, რომ ის ძველი ყველაფერი დაინგრეს და ახალი მიმართულებით გავიხადოთ და ერთ-ერთი მედიტაციის დროს დავინახე ჩემი თავი მომავლიდან, რომელმაც მითხრა, რომ დაწყნარდი, დამშვიდდი, მე შენთან ვარ, შენ ეს ყველაფერი გაიარე და წარმატებითაც გაიარე და შენ გადარჩი, გამოხვედი ამ მდგომარეობიდან და ისე გამოხვედი, რომ უკვე შეგიძლია სხვა ადამიანებსაც დაეხმარო. შენ გადარჩი და სხვებსაც დაეხმარები და ეს სიტყვები იყო ჩემთვის, არ ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი ვიტირე და ჩემს მომავალს ჩავეხუტე და ერთმანეთში გავცვალეთ, ესე ვთქვათ, ჩვენი ენერგიები შემავსო იმ პოზიტიური ენერგიებით. მოკლედ შეგიძლიათ ესეთი მედიტაცია თქვენ თვითონაც გააკეთოთ, მედიტაციის დროს თქვენ თავს შეხვდეთ მომავლიდან და რას გეტყოდეთ. მე კი გავაგრძელებ, მეგობრებო. ახალი შანსები არსებობს, მეგობრებო და დიახ, 3 თვის განმავლობაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომლის მიმართაც გექნებათ ყოველ შემთხვევაში ის გამოხატავს თქვენს მიმართ ინტერესს და რომელთანაც იგრძნობთ თავს სახლში, რომელიც იქნება სულიერად განვითარებული და შემოგთავაზებთ სერიოზულ ურთიერთობას. ეს თქვენზე დამოკიდებული აერჩევთ თუ არა. მე გამიგრძელდა ვიდეო და სავარაუდოდ ალბათ 2 ნაწილად ავტვირთავ YouTube-ზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.